ბაკურიანი, შენი გრძნო, სხვები ამჩნევი. დილამშვიდობისა მე ისევ დაბრუნდი, როგორც შეკვირდით, მეორე ნაწილში განსხვავებულ ვარჯიშებს გავაკეთებ, თუმცა აქცენტი გვაქვს ცელულიტის მოშორებაზე, რა თქმა უნდა და ზონები არის ფეხის უკანა ნაწილი, მისი წინა ნაწილი და საჯდომის კუნთი. ასე რომ ამყევით დავიწყოთ ჩაჯდომა და აღტომით ერთად და მოემზადეთ. ჩაჯდომის დროს რაც შეიძლება ქვემოთ ჩადით. ანუ რამდენსაც მოგცემთ ამას თქვენი ორგანიზმის საშუალება, თქვენი სხეული, თქვენი მომზადება. დაჭიმეთ მთელი სხეული და გადავიდეთ შემდეგ მოძრაობაზე. ფეხი ბოლომდე ჩადგით მარჯვნივ და რაც შეიძლება გარეთ გაიტანეთ. როგორც გითხარით, გავაკეთოთ 15-15 და შემდეგ ისევ პლიე ჯამპზე გადავიდეთ, ანუ პლიეს მდგომარეობაში ზემოთ აღტომაზე. პლიე ბალერინების პოზიცია, როგორც იცით, ასე რომ კარგად ჩავიდეთ ამ მდგომარეობაში და ავხტეთ. ესე გადავდივარ ხალიჩაზე და ჩემთან ერთად მოემზადეთ ფეხების ჰაერში ასატანად. მოხრილი მუხლით ავდივარ ზემოთ, თეძოები დაფიქსირებულია. თითოეული ეს ვარჯიში კარგად მუშაობს ფეხის უკანა დიდ კუნთზე. ახლა დავტოვოთ ჰაერში ფეხი, გავშალოთ, მოვხაროთ და დავწიოთ. იგივე გავაკეთოთ მეორე ფეხზე. ჯერ მოხრილ ფეხს ვშლით ჰაერში, თეძოს გასწვრივ და შემდეგ ვშლით. დავიწყეთ 1, 2. იმედია გრძნობთ უკვე წვას და დაჭიმულ კუნთს, რადგან მე უკვე საკმაოდ გავტვირთე ჩემი ორგანიზმი დილის ანტიცელულიტური ვარჯიშით. ჩავთვალეთ, რომ გავაკეთეთ 15-15, აუცილებლად არ დაგეზაროთ, ბოლომდე მიიყვანოთ თქვენი ვარჯიში და ახლა გავაკეთოთ სისარტყელა. მარცხენა ფეხი მარჯვენა უკიდურეს მხარეს ჩადგით, ფეხის წვერით და დაატრიალეთ როგორც სისარტყელა. ნახევარწრე. ახლა მეორე ფეხი. ისევ მარცხენა უკიდურეს მხარეს ვდებთ მეორე ფეხს და ვიწყებთ სისარტყელის დახატვას. რაც შეიძლება დიდი და ლამაზი სისარტყელა დავხატოთ. ამასობაში ჩვენი ცელულიტები უკვე შეშინებული იწვიან სავარაუდოდ. ასე რომ კარგად დავარტყათ. ბევრი ვიმუშაოთ, ბევრი კალორია დავწვათ და გავილამაზოთ სხეულის ფორმები. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია გააკეთო საკუთარ თავში ინვესტიცია
და არა იმაში, რაც ამ ყველაფერს დაგიფარავს, ანუ ტანსაცმელში, რუჯში და ასე შემდეგ. ალბათ დამეთანხმებით. მაშინ ასე მეორე ნაწილი მოვრჩით. შემოგიერთდებით მესამე საბოლოო ჩართვაზე, რომ ეს ყველაფერი გავაერთიანოთ და უბრალოდ თვალი გადავალოთ ამ ყველაფერს. დროებით. ბაკურიანი, შენგრძნა, სხვები ამჩნევენ. დღეს ვებრძვით ცერულიც მაქსიმალურად სხვადასხვა რამდენიმე ვარჯიში და რამდენიმე მოძრაობით, ასე რომ, როგორც ხედავთ, მზე უკვე ჩემთან არის, ჩემ მხარეზეა და დავიწყოთ ვარჯიში. ვაკეთებთ ბუქნებს, ამჯერად ფეხებს შევატყუებთ ერთმანეთთან, ხელები ასე დავიჭიროთ და ჩავჯდეთ, ვითომ სკამზე ვჯდებით. მე შევეცდები სწრაფად გაგიკეთოთ ის მოძრაობები, რაც უკვე დავამუშავეთ წინა ორ ჩართვაში, რომ დიდი დრო არ დავკარგოთ და კარგად გაიხსენოთ და რა თქმა უნდა გაჩნდეს თავში. და საბედნიეროდ ტექნოლოგია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გადაახვიოთ რა თქმა უნდა კადრი და მთელი დღის განმავლობაში, როცა მოიცლით, ნახოთ თუ რა გავაკეთეთ თქვენთვის მე დღეს. მაშინ ასე ჩავიბუქნეთ, 15-15 არის სასურველი. ახლა იგივე ბუქნით გადავდივართ მარჯვნივ და მარცხნივ. ჯერ დავამუშავოთ მარჯვენა ფეხი. რაც შეიძლება ქვემოთ, სადამდეც მოგცემს ჩვენი მომზადების საშუალება, ან ჩვენი კონდიცია. ახლა მარცხენა ფეხით გავაკეთოთ იგივე. ვებრძვით ცელულიც, რომელიც ყველაზე ხშირად გვაწუხებს ზონებში ბარძაყების, თეძოების, მუცლის და ნუ თუ უკვე ძალიან მძიმე წონაა, რა თქმა უნდა, მკლავებზეც და თითქმის ყველგან, სადაც ცხიმოვანი ფენა გვაქვს ხელში, ანუ აბსოლუტურად თელს ხელში. თუმცა დღეს, როგორც უკვე გითხარით, ვებრძვით ცელულიტებს ფეხების და საჯდომის არეში. გადავდივარ შემდეგ მოძრაობაზე, ეს არის გვერდზე ფეხის გასროლა, ანუ დარტყმა, ჩაჯდომა. დარტყმა, ჩაჯდომა. დარტყმა. ამას ვაკეთებთ 15-15-ს, ცალფეხს. მე უკვე ვგრძნობ თითოეულ გუნდს იმ ზონებში, რომელიც ამ ვარჯიშის დროს იტვირთება, იწვის უფრო ბევრი კალორია, შესაბამისად მუშაობთ ბევრს და უფრო ლამაზდებით. ახლა გადავდივართ ბუქნი და ნახტომზე ერთად, ასე რომ ვიწყებ. ერთი, ორი, სამი. არ დაგავიწყოთ წყლის დალევა. ის განმავლობაში დალიათ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი. შეგიძლიათ თქვენი სხეულის წონის და მასის ინდექსის მეშვეობით გაიგოთ თუ რამდენი გჭირდებათ. ძალიან მარტივია ინტერნეტის მეშვეობით. ჩაწეროთ იქ თქვენი მონაცემები და გადავიდეთ ახლა იატაკზე ჩვენს ხალიჩაზე და გავიხსენოთ რა კეთდება ამ ვარჯიშისთვის სპეციალურად ანტიცელულიტური. შეეცადეთ რომ თეძოები იყოს ერთ ადგილზე და არ ამოტრიალდეს დიაგონალურად. შლით ბოლომდე ვრით და ვკეცავთ. ჩავთვალეთ რომ გავაკეთეთ 15-15, მეორე ფეხსაც დავტვირთავ, რომ ყველაფერი სიმეტრიულად გამოვიდეს ჩემ შემთხვევაშიც და რა თქმა უნდა თქვენ გევალებათ ის რომ პირნათლად ყველაფერი მაქსიმალურად
დატვირთვით გააკეთოთ. დაგვრჩა ბოლო. ცისარტყელა ეგრეთ წოდებული. მარცხენა ფეხს მარჯვენა უკიდურეს მხარეში ვჭიმავთ ფეხის წვერით და გამოგვაქვს როგორც ცისარტყელა. გავაკეთოთ ნახევარკალი, რაც შეიძლება დიდი და ლამაზი. მეტი კარგად მოუჭირეთ საჯდომის კუნთებს, რომ იმ კუნთით იმუშაოს მთლიანმა ფეხმა. გავიწელოთ. მოვდუნდეთ. დავლიოთ ცოტა წყალი. და რა თქმა უნდა, ყოველ დილით კვირაში 5 ჯერ გელოდებით, რომ ახალ-ახალი ხრიკები და ახალ-ახალი ვარჯიშები ვისწავლოთ, რომ უფრო გავლამაზდეთ, უფრო მოხდენილები ვიყოთ და მოვხიბლოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები, ასე რომ დროებით გემშვიდობებით და ხვალ შევხვდებით ზუსტად ამ დროს. კარგად. გაკურიანა, შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ.